მართალია ერთ დროს ნიკამელიას მას როგორც დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერეს, თუმცა ის პარლამენტის წევრად რჩება, ბუნებრივია და დღეს ის შეხვდება სწორედ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მას ერთხელ უფლება მოსილება შეუჩერეს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. დღეს რა სიტყვით? ამნისტიის შესახებ კანონპროექტი განიხილება, ბატონ ნიკა. ახლა თქვენ რა სიტყვით დღეს დეპუტატებს როცა? ქართული ოცნება უშინდელი სიტყვისთვის მზად იყო თუ არა, მე ვფიქრობ, ეს საერთოდ არ არის საინტერესო, თუმცა შეიძლება ახლა დასკვნა გაკეთდეს, საზოგადოებას მივანდოთ ეს საკითხი უბრალოდ ქართული ოცნება ქვეყნის მართვისთვის რომ არ არის მზად და არც ყოფილა არც ერთ ეტაპზე მისი ხელისუფლებაში ყოფნის, ეს ნამდვილად არის რბილად მოხდა გულდასაწყვეტი და დღევანდელი გადასახედია მოგვიყვება ტრაგიკული. ამიტომ თითოეული დღე, რაც ქართულ ოცნებას მიტაცებული აქვს ქვეყნის მმართველობის სადავეები, ეს არის ტრაგედია ამ სახელმწიფოსთვის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა. იმიტომ რომ ის ყველა ადამიანი, ვინც დღეს შესაძლებელია ძალიან მცირე ნაწილი არ განიცდის მატერიალურ სიდუხჭირეს ამ ქვეყანაში, ხო? და ასეთი არიან პრაქტიკულად შეიძლება მხოლოდ 2%. ისინიც კი არ არიან ბედნიერები. ანუ რომ გქონდეს შენ სოციალური გარანტიები ამ ქვეყანაში და არ ღელავდე მატერიალური თვალსაზრისით შენს მომავალზე, რომ კონდეს მზარდი განკარგვადი შემოსავალიც კი ოჯახს, უბრალოდ არ აგავს მთავარი, რაც ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთხელ ვიბადებით, სამწუხაროდ ჩვენ ვერ ცხოვრობთ ვერც 100 წელი და ვერც 110 და კიდევ უფრო მეტი, არ აქვს მთავარი ბედნიერება. ქართულმა ოცნებამ ეს შესაძლებლობაც კი გააქრო. შეიძლება ხელისუფლება ამა თუ იმ ეტაპზე იყოს წარუმატებელი, ნებისმიერი ხელისუფლება, მაგრამ მასში ხედავდე პოტენციალს, მასში ხედავდე შანსს განვითარებისა. არ ვიცი, დავფიქრეთ კიდევ ერთხელ ამ ხელისუფლებას რეჟიმს რაიმე სახის შესაძლებლობა თუ აქვს, ოდნავ მაინც აღარ გააუარესოს. იმას კი არ ვამბობ, რომ გააუმჯობესოს, იმიტომ რომ ეს უკვე წარმოუდგენელია, ხა ქიმერა ესეთი რაღაცა ვერ მოხდება. აღარ გააუარესოს. ყოველდღიურ რეჟიმში ეს ხელისუფლება უკან წევს, თაობებს და ცლის ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებით. პროპორციაზე გასაპირებთ რომ თქვათ დღეს მე ვაპირებ კონკრეტული საკითხები, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი, იმ საკითხებში მონაწილეობას მივიღებთ. აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ. კონკრეტულად თქვენ ცხოვრობთ. ხელის მოწერაზე გუშების ძალით მოხდა ნაციონალური მოძრაობის პოზიცია. ხელმოწერაზე თუ გაქვთ შეცვლილი პოზიცია. ოდი ხახდო ერთი და ეხლა მეთქვა მომამეზრებელი ხომ არის. ჩვენ მივიღებთ, თქვენთვის არის მომამეზრებელი უკვე კითხვების დასმა, რომელიც ერთგვაროვანი ყოველდღიურად. ჩემი პასუხიც ერთგვაროვანია. მე ვიმეორებ ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩავთვალეთ საჭირო თუ რომ არის მისაღები და სხვა პარტიებმა და დიდი პატივისცემით მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჩათვალეს. ანუ გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ. დიდი მადლობა.